მოგესალმებით თითოეულ თქვენთანაც. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მისცემთ გაგრძნობით, მე ვარ კატო. დღევანდელი გაშლა გავაკეთოთ. დიდი ხანია არ გავიკეთებია რუბრიკა რა იყო, რა არის და რა იქნება. ლენორმანზე, ასე რომ ვნახოთ. რაღაცა სიახლეები გამორბის როგორ ჩანს. მოდით ვნახოთ, ჯერ გიპოვით თქვენ და მას. ხდება. სად ხართ? თქვენც და თქვენი პარტნიორიც ხართ ერთად. ძალიან კარგი. რა ხდება თქვენ შორის? აქ არის სიტუაცია, სადაც ესე რა ვთქვათ, თითქოს ესე ვიტყოდი, რომ აქ არის ურთიერთობა, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაცა წასული ურთიერთობა არის, ეს არის ახლანდელი ურთიერთობა, შეიძლება ურთიერთობა, სადაც უბრალოდ რაღაცა ცოტა ისეთი გაურკვევლობების მომენტი არის და საით მიდის სიტუაცია, ხო, ნახეთ, ურთიერთობაში ვართ, რაღაცა მივედით სტაბილურობამდე ვეღარ ვითარდება, რაღაც შესაძლებელი გვაქვს, არ გვაქვს შესაძლებელი, ან არის ისეთი მომენტი კიდე, როდესაც რაღაცა ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული, ხო, ეს რა ურთიერთობა არის, სიყვარული არის თუ უბრალოდ მეგობრობა, ხო, რაღაცა თქვენ შორის არის აჭკარად ურთიერთობა, ოღონდ ცოტა ესეთი კითხვის ნიშნებით შეიძლება ითქვას სავსე. კარგით, ვნახოთ აბა. ისე თქვენ როგორც ჩანს, ცოტა უფრო ისე ზურგით ხართ შექცეულები. თითქოს როგორი მომენტია, იცით კიდე, რომ აი მამაკაცისგან უფრო არის აქტიურობა, მაგრამ ქალბატონები ცოტა დაკვირვების პროცესში არიან, ხო, რაღაც ეს მომენტიც არის, აი რაღაცა დაფიქრების მომენტში არიან. მაგრამ აი ალბათ ეს ის მომენტია, როდესაც მამაკაცი აქტიურობს, მაგრამ რას აქტიურობს, ანუ საით მიყავს სიტუაცია და რა სახელს არქმევს ამ ურთიერთობას, აი ეს მომენტი გვაქვს გასარკვევი. კარგით, მოდით აბა ვნახოთ მაინც ესე რა იყო, რა არის და რა იქნება. თქვათ რა იყო, ხო, ხა წარსული ურთიერთობა როცა არ არის ან რაღაც ისეთი, ყოველ შემთხვევაში ურთიერთობის დასაწყისში, ხო, საიდან დაიწყო, რა იყო? პირდაპირ. აჰა. რა არის? და რა იქნება თქვენთან ერთად? რა იქნება თქვენს ურთიერთობაში? ძალიან კარგი. ნახეთ, დავიწყოთ იქიდან, რა იყო? ურთიერთობის დასაწყისშივე რაღაცა თითქოს ერთმანეთის მიმართ გაჩნდა რაღაცა ემოციები, რაღაცა გაურკვეველი, მაგრამ აი დანახვა პირველი, ანუ პირველი სიყვარული თუ რაღაცა დავინახე, შემიყვარდა, რაღაც ეს მომენტი, ნამდვილად შეყვარებაც არა, უფრო აი როგორი მომენტი, იცით, რომ აი საკუთარ თავს ხედავდით ამ ადამიანში, ხო, რაღაცა ესეთი ემოციები გიჩნდებოდათ, ხო, რაღაცნაირად თქვენი ურთიერთობა იმდენად ესე უეცრად განვითარდა შეიძლება. ნახეთ, აი რაღაცა ხო არის დიდხნიანი სიტუაციებიდან გამომდინარე, მე რაღაც ვითარდება, იქ დაკვირვება, იქ მეორე შეხვედრა. არა, აი თქვენი ურთიერთობა რაღაცა თითქოს როგორი მომენტიც, რომ დღეს რომ დაგინახე და დაგელაპარაკე, ვიგრძენი ის განცდა, ის ემოცია, რომელსაც მაძლევს საკუთარი თავი. თქვენი მხრიდანაც ზუსტად ეს მომენტი იყო და მისი მხრიდანაც ზუსტად ეს მომენტი იყო, ხო? აი რაღაცა ეს განცდა,
რაღაცების მდგომარეობა იყო. თან იმდენად ერთად ამოხვედით, ზოგადად არის ხოლმე, რომ ძალიან ან შორის მომენტი, ან მეორე ამ დასტაში ორი ქალბატონი და ორი მამაკაცია და ცოტა ისეთია ხოლმე, მაგრამ აი იმდენად ერთად ამოდიხართ, ამოხვედით თვითონ თქვენი ძებნის დროსაც, რომ აი რაღაც ერთიანი ადამიანები რო არის, შეიძლება საერთოდ ახალი ნაცნობობა იყოს, რაღაცა ერთთვიანი, ორთვიანი, მაგრამ იმდენად ისეთი ურთიერთობის მომენტი წამოვიდა, რომ რაღაცა მთელი ცხოვრება ვიცნობ, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი იყო. მაგრამ თქვენ შორის იყო რაღაცა სიშორის მომენტი. შეიძლება ეს რაღაცნაირად ეს სიშორის მომენტი იყოს, იცით როგორი მდგომარეობა, აი, როდესაც ჯერ არ ვიცით საით მივდივართ, რაღაცა აქტიურობის მომენტის მდგომარეობა იყო, მაგრამ მერე თითქოს გაჩერდა, რაღაცა თითქოს პატარა პრობლემების მდგომარეობა შეიქმნა თქვენს ურთიერთობაში. მე არ ვიტყვი იმას, რომ რაღაცა საბოლოო განხეთქილება, შეიძლება რაღაცა პატარა პაუზაზე გახვედით, დასაფიქრებლად დაგჭირდათ გასვლა და სიტუაციის გაანალიზება, ხო? თქვათ მამაკაც რაღაცა გადასაწყვეტი ქონდა და რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიეღო და იმისთვის გავიდა თქვენ რაღაცა თქვენი სურვილები საით მიდის დასრულები გქონდათ ურთიერთობისთვის რაღაცა ამაზე დაფიქრით. ყოველ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში რა იყო? იყო აქტიური ფაზა, მაგრამ რაღაცა მომენტში ეს აქტიური ფაზა შეიძლება ცოტა დაპაუზდა, შეჩერდა ერთმანეთის მიმართ. არ ვიტყვი იმას, რომ ემოციების მომენტი არ გაქვთ და რაღაცა ეს მომენტი არ არის თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის, აი სიტუაცია, როდესაც აი ცოტა ხანი ხო არ შევჩერდე, რაღაცა ძალიან სწრაფად ხო არ განვითარდა ყველაფერი, აი ეს მომენტებიც ისახებოდა, ასე რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაც პატარა პაუზის მომენტი იყო. მე არ ვამბობ ამას, რომ განხეთქილება იყო, რომელიცაც წავიდა ის დაიკარგა და თქვენ წახვედით დაიკარგეთ. არა. უბრალოდ სიტუაცია, სადაც რაღაცა გადაფასებები და გაანალიზებები დაგჭირდათ, ხო? და იყო ისე მოტრიალება, რაღაცა იცით როგორი სიტუაცია, რომ აი დავასრულე, დავკეთე ჩემი პრობლემები, ერთმა თავისი პრობლემები, მეორემ თავისი პრობლემები რაღაცა და დავიწყოთ ახალი ეტაპი, ხო? რაღაცა ახალი ენერგიებით, ახალი ემოციებით და ნუ ნახეთ, გავაანალიზეთ და დავიწყეთ თავიდან ჩვენი ურთიერთობის წერა, ხო, ჩვენი წიგნის წერა, რაღაცა ჩვენი ისტორიის რაღაცა შექმნა, ესე რომ ვთქვათ. რა არის დღესდღეობით? დღესდღეობით თქვენს ურთიერთობაში არის ცოტა ესე რომ ვთქვათ, სიმყარე, მაგრამ არის შიშების მომენტი, ვინ რას იტყვის, ვინ როგორ იტყვის, რატომღაც არის ეს მდგომარეობა, თუმცა სამყარო ძალიან დიდ შანსს გაძლევთ იმისას, რომ იყოთ ბედნიერები. რაღაცნაირად სამყარო თითქოს ყოველ წუთას რაღაცა ახალ გამოწვევას გიმზადებთ ურთიერთობაში. ოღონდ ეს გამოწვევა როგორია, იცით, აი თან იმის საშუალებასაც გაძლევთ, რომ გადალახოთ. გეტყვით, რომ თქვენი ურთიერთობა არის რაღაცა კარმული ურთიერთობა, თითქოს აი როგორი ორი ადამიანი რო იჯდა და ოდესღაც თუ შეიძლება იყოს, იფიქროს ესეთი მომენტი, რომ აი თუ შეიძლება იყოს, რომ ჩემნაირი ადამიანი მაპოვნინა, ხო? აი ქალბატონიც მაგას ფიქრობდა და მამაკაციც მაგას ფიქრობდა. ანუ ჩემნაირი ადამიანი რას ნიშნავს, ხო? აი რა პრიორიტეტებიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში, ზუსტად იგივენაირად პრიორიტეტები იყოს მის ცხოვრებაშიც, რასაც მე ვთვლი, ხო? რაღაცა ერთმანეთის სწორი გაგება და აღქმა იმ სიტყვების, რასაც ვიტყვი, ხო? აი თქვათ, რო ვიჯდე და უბრალოდ უსიტყვოდ ესმოდეს ჩემი, ხო? აი რაღაც ეს მომენტები. და თითქოს სამყარო აი ზუსტად ესეთი ადამიანი გამოგიგზავნა, ზუსტად ესეთი ადამიანი მოგცათ რაღაცნაირად. მაგრამ არის აქ რაღაცა შიშის მომენტები, რომ ყველაფერი ისე არ დაალაგდება, როგორც თქვენ გინდათ. მაინც რაღაცა გააქვთ ის მდგომარეობა, შიშები, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას ბოლომდე მიიღოთ ის შანსი და შეძლოთ თქვენი ოცნებების შესრულება, ხო? იმიტომ რომ აქ კიდევ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს დაასრულეთ, ნახეთ, დავასრულეთ ჩვენ, რატომღაც ეს მომენტი გაქვთ, რომ დაასრულეთ
ვთქვათ უკვე თითქოს რაღაც, მაგრამ როგორც ჩანს კიდევ რაღაც მომენტები გაქვთ დასასრულებელი ერთსაც და მეორესაც არ ვიცი ახლა სხვა ურთიერთობაში, ზოგად საქმიანობაში, ზოგადად რაღაცა სიტუაციური მდგომარეობიდან. ყოველ შემთხვევაში ნახეთ თქვენ დღესდღეობით რა ხდებაში, არის ნორმალური, სტაბილური ურთიერთობა და დამოკიდებულება, მაგრამ არის შიშები, რაც არ გვაძლევს შანსების გამოყენებას წინ წასვლაში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ რაღაცები გვაქვს დასასრულებელი და თან ეს იმდენად კარმული მომენტი არის და იმდენად რაღაცა თითქოს ისეთი სიტუაციები ისახება, რაც ბოლომდე არ გაძლევთ საშუალებას, რომ გაიხსნათ და კიდევ უფრო მეტი ენერგია და ემოცია ჩადოთ ამ ურთიერთობაში. რა იქნება? ნახეთ, თქვენ იქიდან გამომდინარე, იქნება რაღაც პატარ-პატარა სირთულეები, როგორც გითხარით, ამ შიშების დაძლევის. თქვენ შეძლებთ, რომ ეს ყველაფერი თქვენ და სასიკეთოდ მოატრიალოთ, იპოვოთ გასაღები იმ სიტუაციებში, რაც კი გიქმნით დღესდღეობით პრობლემას, რაც კი არ გაძლევთ რაღაცა შანსებს, იპოვოთ ეს გასაღები და თქვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ოჯახურ თანაცხოვრებაში გადავიდეს. მაგრამ ნახეთ, რა იქნება? მაინც იქნება ის მომენტი, შიშები, რაღაც უცბად არ შეიცვალოს, რაღაც უცბად არ მოხდეს ისეთი რამე, რაც შეიძლება მათკინეს გული. თუმცა მე ესე უფრო ვგზნობ ენერგიას, რომ ნახეთ გადალახავთ ამ ყველაფერს, ამ თქვენ შიშებს, აი რო იტყვენ ერთ დღესაც მოწმენდილ ცაზე რაღაც აი უბრალოდ წვიმიან ამინდში აი უცბად გადაიღებს, გამოჩნდება მზე და თქვენი ურთიერთობა რაღაცა ახალ ეტაპს, ახალ მომავალს შეიძენს, ხო, რაღაცა ყველა სიტუაციიდან, ყველა მდგომარეობიდან აი უცებ მიხვდებით, რომ არაფერი საშიში არ არის, არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ჩვენს ურთიერთობას შეუშლის ხელს და რაც დამაზარალებს ან დამაზიანებს და ორივე შეძლებთ რაღაცნაირად აი ერთიანად მიიღოთ ეს გადაწყვეტილებაც, რომ всё, აი ხვალიდან ჩვენ ვქნით ოჯახს, ეს არის ჩვენი ის მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს, რაღაცა უნდა დავასრულოთ, უნდა შევცვალოთ სიტუაციები და აქედან გამომდინარე რაღაც გადავდგეთ ჩვენთვის სასურველი ნაბიჯები, ხო? რაღაცა ეს მომენტი ძალიან კარგად გამოდის თქვენს მომავლის ურთიერთობაში. თავარი აი ის შიშების მომენტები და ის რაღაცა პატარ-პატარა პრობლემები, რომელიც გესახებათ, აი ამ პრობლემებმა არ დაგახევინოთ უკან და არ შეგაშინოთ, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში და არ შეგიპყროთ იმ მომენტმა, რომელმაც შეიძლება თქვენი ემოცია დააზიანოს, ხო? რაღაცნაირად უნდა შეეცადოთ. და მოდით აბა რჩევა. მიყევით დინებას, ნახეთ როგორ, ანუ თუ დინებას მიყევით როგორ, ნახეთ სადაც საჭირო გახდება, იქ აუცილებლად შეეწინააღმდეგეთ. სადაც საჭირო გახდება, იქ აუცილებლად გაყევით მდინარის დინებას. ანუ მიენდეთ დროს, ცოტა დრო მიეცით ურთიერთობას, ცოტა კარგად აი რაღაც ახალი ურთიერთობაა, შეიძლება აი 3-4 თვის ამბავი არის, თითქოს აი რაღაც ესეთი ის მომდის ენერგია. და ნახეთ, თუ ახალი ურთიერთობა არის, ესე კონკრეტულად მართლაც ესეთი ახალი ურთიერთობა არის. ჯერ ადრეა იმისთვის, რომ რაღაცა ესე ერთიანად ყველაფერი უცბად შეიცვალოს, ხო? და უცბად რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამიტომ მიყევით რაღაცნაირად სამყაროს დინებას და როგორც სამყარო გაჩვენებთ, ხო, გამოგიჩნდათ რაღაცა პატარა პრობლემა, შეტრიალდით დინების საწინააღმდეგოდ და მოაგვარეთ. გაცურეთ დინების საწინააღმდეგოდ. დალაგდა ყველაფერი, გაყევით ისევ დინებას, ისევ რაღაცა ემოციებს, ისევ რაღაც სურვილებს, ნებებს, რაღაც თქვენს ეიფორიას, ხო? კიდევ შეგხვდათ რაღაც პრობლემა, ოღონდ ესე ვიტყოდი, ერთიანად უნდა გააკეთოთ ორივე, ცალ-ცალკე არა, ორი ადამიანი ერთად უნდა უძღვებოდეს ურთიერთობას და ორივე ერთად უნდა იბრძოდეს ურთიერთობისთვის, ასე რომ თან პლუს მაგას აი ეს დროის მომენტი და
ეს დინებაზე გაყოლა რაღაც მომენტებში ამ ადამიანის კიდევ მეტად გაცნობას და შეცნობასაც მოგახდენებთ, იმიტომ რომ შეხედავთ თითოეულ სირთულესთან მიმართებაში თვითონ ეს ადამიანიც როგორ იქცევა, ხო? რაღაცა სკაფანდრს ჩაიცმევს და იმალება და რაღაც ესეთი მომენტი აქვს თუ პირიქით რაღაცა ხელში იღებს ხანჯალს, რა ვიცი, ხმალს და მიდის საომრად, ხო? აი ამასაც აუცილებლად შეხედავთ. ასე რომ რჩევაც არის ის, რომ ნახეთ ძალიან კარგ სიტუაციაში ხართ, ნუ გეშინიათ, მიიღეთ სამყაროდან ყველაფერი და მომავალიც საკმაოდ საინტერესოდ ლამაზად ჭას. უბრალოდ ეს რაღაცა მოხდება აი რა ვიტყვიან, უეცრად, დაუგეგმავად და რაღაც აი არაფერი არ გვაქვს დაგეგმული და აი რაღაც მივდივართ ხო მანქანით გზაზე და მოდი ახლა რაღაცა გადავიდეთ და წავიპიკნიკოთ ხო თუ რაღაცა ისეთ მომენტებიც მოდი ცოტა ხანი ჰაერზე გავისეიროთ ხო რაღაც აი ეს მომენტიც ხო არის ხომ ეს აი თითქოს ესე უეცრად მოხდება თქვენი ურთიერთობის გადაჭრაც ასე რომ ძალიან კარგი გაშლა გამოვიდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ამ ეტაპზე ურთიერთობაში არის. ნუ ახლა თუ ვიღაცა წარსულიდან დაბრუნდა და ახლა არის ხო ეგეთი შემთხვევებიც ვიღაცა შეიძლება წარსულიდან დაბრუნდა, ნუ ყოველ შემთხვევაში მიენდეთ სამყაროს, მათთვისაც მინდა ვთქვა, რომ მიენდეთ სამყაროს, რაღაცა შეინარჩუნოთ, ნუ გეშინიათ იმის, რომ წასული იყო და თქვა დღესაც იგივენაირად წავა, ნუ შეხედეთ უბრალოდ ხო რაღაც სიტუაციას და მდგომარეობას. მაგათ ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მე ბედნიერი ურთიერთობას გისურვებთ, წარმატება თითოეულ თქვენთაგანს და ძალიან დიდ ემოციებს სასიყვარულო ურთიერთობაში. წარმატებები.